შენ როგორი მშობელი გინდა იყო? მაგასაც თვალს შორის ვფიქრობ ხოლმე ბოლო დროს. რაღაცებში რო ვფიქრობ ხოლმე გადარებ შენ. რაღაცებში მინდა რომ გავდო, მაგრამ რაღაცებში აი ის რაღაცები რაც მე რაღაც სულად მახსოვს ან რაღაც. სულად მახსოვს არა ის თქომი უბრალოდ რაღაცები რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, ეგ რაღაცები უფრო მომხსოვდება ხოლმე. და მაგ შემთხვევაში უფრო გადარებ თავს, რომ აი როგორი არ მინდა რომ ვიყო. მაგრამ რაღაცებში მართლა მინდა რომ გავდო. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ მინდა რომ ისეთი მშობელი ვიყო, ვინც რაღაც დაეხმარება ჩემს შვილს უფრო და უბრალოდ ხელს შეუწყობს, რომ ისეთი ადამიანი გაიზარდოს, როგორც თვითონ უნდა იყოს და არ ისეთი მე როგორც მინდა რომ იყოს. შენ თვლი რომ შენ მე ისე გიდგები მე როგორც მინდა რომ იყო? არა, ეგ ცალკე იყო. პირიქით, ანუ მე მგონია რომ თავისუფლად გავიზარდე მაგ მხრივ, რომ გადაწყვეტილებებს შემთვიღებდი და ეგეთი მინდა რომ მაგაში მინდა რომ ძალიან დაგემსგავსო. თორე ძალიან მნიშვნელოვანია. და სხვა რაღაცები ხო, რაღაცები არის რაც. რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობ? ვიცი რაზე დარდობ? რაზე ოცნებობ? რისი მიღწევას ცდილობ ცხოვრებაში? ვიცი. გონი მეტნაკლებად. ანუ ჩემი მიზნების შესახებაზე თუ ისე იცი. მაგრამ რაზე დარდობ? ხო, არ მგონი ის რაღაცები დიდად არა. თუმცა ბოლო წლები რაღაც ისეთი კომუნიკაცია არ გვაქვს. რომ აი ჩემი ცხოვრება, მე მგონია რომ არის ჩემს ცხოვრებაზე ძალიან ბევრი რაღაც, მაგრამ ფუნდამენტური რაღაცები იცი, აი ჩემი პრიორიტეტები და რა მწყინს, რა მეხარია ეგეთ რაღაცები იცი. გითხრები, მეტი მინდა ვიცოდე, მაგრამ რაღაცა ვფრთხილობ, ზომიერი ვარ, დისტანცია მიყავია, მაგრამ ალბათ ესეც ვიცი დოზირებულად, მაგრამ რომ ვიცოდე მინდა და უფრო ახლოს რომ ვიყო მინდა. როგორ რაღაცები მინდა რომ ვიცოდე? ყველაფერი. მაინც? პირადიც, მიზნები. მიზნები ხოც? ხო, ნუ პირადი. მე მესმის შენი? შენ გესმის ჩემი. გესმის, მაგრამ გესმის ნაკლებად, მე ნაკლებად. არც მესმის. არა, გესმის, როგორ არ გესმის, მაგრამ მე უფრო მეტი კომუნიკაცია მინდოდა, უფრო მეტი ლაპარაკი მინდოდა, გაარკვევა ბევრი რაღაცებზე, თუნდაც პირადზე. ჩემ პირადზე თუ შენ პირადზე? ორივესი, ლიზიკო. ორივესი. მგონია რომ მესმის შენი. უბრალოდ აი ვერ გიდგები სწორად. თორე გაგების დონეზე ვერ. გავიგე გაგების დონეზე რო გესმის. ხო. ვიცი, რასაც მეუბნები ის, რომ ცოტა მარტივად შევხედო ყველაფერს. ამას მეუბნები. გეუბნები არა, უბრალოდ რომ ესმის იმას ანიშნავს, რომ ვიცი სწორად როგორ მოგიდგა. იმჯერია ხო. ქონია მომენტი, როდესაც დაგჭირვებია ჩემი მხარდაჭერა და მე იქ არ ვიყავი. კი. მე-11-12 კლასი რაღაც ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა ჩემიც და შენიც. და ისეთი მომენტები იყო, როცა რაღაც მაშინ ყველაზე მეტად ჭირდებოდა, მაშინ ყველაზე მეტად არიყავი უფრო ნაკლებობას გავიცდიდი, ვიდრე არა და სულ ერთად ვიყავით. ეგ პერიოდი? ერთად ვიყავით, მაგრამ ემოციურად ძალიან ცუდ რაღაც. მეც რთული პერიოდი მქონდა მაშინ ძალიან. ხო და მეც და ეს რაღაც ისე დაემთხვა, რომ მაშინ ეხლა ძალიან კარგად მესმის შენი მართლა. უბრალოდ მაშინ პატარა ვიყავი და ცოტა სხვანაირი მიდგომა მჭირდებოდა. გჭირდებოდა, ხო, მე მახსოვს ეს მეც ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა. მიუხედავად იმისა, ხო, ვიცი, სულ ერთჯერ მაგრამ აი ის რომ შენ გიჭირდა, მე ამას ვხედავდი, ვგზნობდი და ისევ მე ვეცადე რომ მიმემართა რაღაცეებისთვის და
ანუ ეს მდგომარეობა დამემსხვრია, დამენგრია. აი პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ აი კარი რო შემოანგრიო. ისე მე განიცა ხედავდი ამას, მაგრამ მიზეზი ვერ გავიგე. მიზეზი მე ანუ შენ რო რა პრობლემები გქონდა, ამაზე არ გინდოდა გელაპარაკა და ხა. ჩემი ძალიან საჯარო იყო. რა არის ესეთი ძვირფასი მოგონება ჩემზე, რაც ყველაზე ხშირად გახსენდება? ეს ერთი კონკრეტული მოგონება მგონი არ მაქვს, მაგრამ სულ ფიქრობ ხოლმე, რომ მახსენდება, რომ შენ ძალიან ამაყი იყავ ყოველთვის შენი. აი დავუშვათ სკოლაში თუ რამე პრობლემა იყო რაღაც, სულ მიცავდი და სულ დავუშვათ საყოველთაოდ გეუბნებოდნენ რაღაც, ყოველთვის თავდაჯერებული იყავ იმაში, რომ მე რეალურად ცუდი არ მინდოდა არავისთვის და თუ რაღაც ისე არ გამომდიოდა, იცოდი, რომ სწორი პოზიცია მქონდა მაინც. და სულ მაგას ვფიქრობ ხოლმე, ანუ ეს მოგონება არა, მაგრამ რაღაც ხო, შეგრძნება არა, ვიცი რომ რაღაც შენ გეცოდინება რომ ეს ორი კარგი. იმედი მქონდა ხო შენ, იმედი მქონდა ხოლმე ნამდვილად. ხო. რომ ღირსეულად მოიქცეოდი. ნამდვილად. მართალი ხარ. ძალიან კაი მიხარია თუ ამას გრძნობდი. გიფიქრე რომ არის რაღაცები, რაც შენზე უკეთე მესმის, ან გამომდის. და რა არის ეს? ძალიან ბევრი რაღაც ლიზიკო. ძალიან ბევრი რაღაც. ჩემზე უკეთესად, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს და მე მიხარია, დიახ. მაგალითად? ჩემგან განსხვავებით, მაგალითად ის, რომ თუნდაც სწავლაში როგორ მიზანდასახული ხარ, უფრო ნიჭიერი ხარ, საქციელებიც ბევრი, უფრო თავშეკავებული, გაწონასწორებული. მე ზედმეტად ემოციური ვარ, ზედმეტად. კარგია, რომ ესე არ ხარ შენ, არ არის საჭირო. გიფიქრი რომ რაღაცას ვერ გავიგებ, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა დროში ვიცხოვრე. კი, როგორ არის ბევრი რაღაცა. აი, ტატუების მაგალითად მე მგონია რომ იმის გამოა რომ შენ დროს სხვანაირად თუ არა? არა. არა ლის. აი ხო. მაშინ არა, მაინც ბევრი რაღაცა არის, რასაც მგონია რომ ვერ გაიგებ. იმიტომ რომ აი შენი მით უმეტეს აი შენი ისე თაობაში იზრდება. თაობაში კი არა, აი ოჯახიც რო ვიცი, გარემოში იზრდებოდი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა საზოგადოების აზრს და სხვების აზრს. და ეგ რაღაც შეხედულებები უფრო დიდ გავლენას ახდენდა ჩემზეც, ჩვენზე ბავშვებზე. აი ძალიან ჩვეულებრივი რაღაცებიც, მაგალითად ის, რომ აი მეგობრებთან ურთიერთობა, საერთოდ სხვანაირი ურთიერთობა მაქვს ჩემ მეგობრებთან, ვიდრე შენ თაობას ქონდა. მგონია რომ ბევრად უფრო გახსნილები ვართ. და ხშირად ამფიქსირები, რომ შენთვის რო ეს არ არის ნაცნობი, ცოტა ამიტომ უცნაურად ხარ განწყობილი. ცვლილებების გაშნია. ცვლილებების ჩვენ თუ გვეხება ყველაზე მეტად აი ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდებოდი. აი ურთიერთობების მეშინია დამოკიდებულების. მახსოვს ერთხელ რაღაცასთან დაკავშირებით რომ ნერვიულობდი, აი გითხარი, აი კითხე, აი მახსოვს ძალიან კარგად რომ იქნება სულაც არ არის ეს ანერვიულო. მითხარი და აი მე გადავწყვეტოთ, უნდა ვინერვიულოთ თუ არ უნდა ვინერვიულოთ. აი ურთიერთობები მინდა, რომ აი ურთიერთობების სხვაგვარად ცვლილებების მეშინია რა თქმა უნდა. შეგონია რომ ვიზდებით უფრო მეტი შანსია რომ გავუფრთხილდეს ურთიერთობა დაუშვათ. შანსი რატო? ხო არა, პირიქით მინდა რომ იყოს ეს ყველაფერი. აი ამის მეშინია. სიშორის, გაციების. ლიზიკო. ღირსების შენარჩუნება შეიძლება თავისუფლების გარეშე? მე მგონი რომ არა. რატო? ანუ მინდა მაშინ მითხარი თავისუფლება რას ეძახიან ღირსებას რას ეძახი, რატო არ შეიძლება? მე მგონი რომ თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ადამიანისთვის. იმიტომ რომ შენ უნდა იღებდე, შენ უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილებებს იღებდე და მარტო ამის შემდეგ მოდის ღირსება. ყველგან უნდა მოიქცე ღირსეულად, თავისუფალი და არ გიზღუდავს ღირსებას და ღირსება არ გიზღუდავს იმას, რომ იყოს. მაგრამ აი
თავისუფალი თუ არ არის და ისე თუ იქცევა ღირსეულად, რეალურად ღირსეული ხო არ არის. რაღაც შეიძლება რაღაც შენიღბული ღირსება მაშინ და არა რეალური ღირსება. ანუ თავისუფლებიდან რომ მოდის ღირსება, ჩემი აზრით ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს და ფასი. შენ თავისუფალი ადამიანი ხარ? თავისუფალი ადამიანი ვარ. მაგრამ ისევე რა ვიცი, ვარ, თავისუფალი ვარ. ხო, მაგრამ ისეთ რაღაცებს კეთება გიწევს, რაც არ გინდა რომ აკეთო. რა თქმა უნდა. მოიცა არა უპასუხო. რაღაცები ხო ჩემ ძალებს აღემატება ხოლმე. თავისუფლება რას ნიშნავს შენთვის? გადაწყვეტილებების მიღებას, ლიზიკო და ის დაუშვათ შენ როგორ იგრძნობ თავს. მაგის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებებს შენ თავს, მარტო შენ თავზე ვერ ვფიქრობ. არ ფიქრობ ამ დროს მარტო შენს თავზე. მოიცა, რაღაც მინდა ვკითხო, ეს სწორად როგორ ვკითხო. აი, ჩემთვის ახლა თავისუფლება ის არის, რომ მე მარტო ვარ, შვილები არ ყავს. აი, შვილები როცა ყავს, უკვე ძალიან იცვლება მგონი თავისუფლების შეგრძნება, იმიტომ რომ მარტო შენ თავზე აღარ ხარ პასუხისმგებელი უკვე შვილებიც გადადის ეგ. და აი, შვილებთან ერთად როგორ ხარ თავისუფალი? როგორ უნდა იყოს თავისუფალი? არაფერს შუაში ეს არის, დედიკო. თავისუფლება. აი, შენ გონია რომ ის გზღუდავს, რომ სადღაც წახვიდე, წამოხვიდე? გასაგებია. აი, ეს არ მგონი იდეაში, მაგრამ რაღაცნაირად დიდი. შენი საქმე ყოველთვის უნდა აკეთო. აი, შენი საქმე, რასაც აკეთებ, ყოველთვის უნდა აკეთო. ყოველთვის და ყოველთვის უნდა ეცადო, რომ შედგე ადამიანი. კიდე რა გინდა რომ მკითხო? მეტი სოციალურ სანისეთი კითხები იყო რომ მგონი რამე ხომ მინდა ის მართლა დამატებით. მგონი არა. შენ? არაფერი. აი შენ როგორი დედა გინდოდა მაგალითად და როგორ სისურვებდი რომ მე ვიყო შენთვის? არა, ეგეთი შასთვის. აი გიფიქრია. დედას რო ფიქრობ, სხვანაირი დედა არ წარმომიდგენია. შენ ხარ ჩემი დედა. ხო. განაჩენი არა პირიქით. ანუ შენ ხარ დედას რო დედის იმაზე რო ფიქრობ, საერთოდ შენ წარმომიდგენი ხარ და რა სხვა რაღაც სხვა კონცეფცია რაც გამიგიან მინახავს რაღაც კიდე. ხო. სხვანაირი არ მინდა რომ. მინდა რომ უფრო იყო. არის მეგონია რომ ძალიან ბევრი რაღაცას გვითხოვ პედაგოგიას და ცოტა შენ თავს ზრუნვა უნდა დაიწყო. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო.